მაჟორიტარის მიერ პრობლემების გადაჭრა. თუ კი მე თქვენ 1 ოქტომბერს მხარს დამიჭერთ. იმ ადამიანმა, ვისაც ქვია მაჟორიტარი, უკვე 13 წელია აქ. აგვიკრძალა სიტყვა ღირსებას მოახსენებთო, იმიტომ რომ ღირსება ისედაც გვაქვსო. ნურას უკაცრავად ჩვენ ვინ არჩუნებთ ღირსებას მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ის წაგვართვას, მაგრამ იმ პატიმრებს, ვისაც ის ღირსება ჩამოართვეს, იმ დედებს, ვისაც შვილები მოუკლეს, დიახაც მე მაქვს ამბიცია, რომ დავუბრუნოთ ყველამ ერთად ღირსება. მე ამაყება ესეთი ადამიანი, რომ საქართველოს ყავს. მე ამაყება ის, რომ დღეს დადგა როგორც იქნა ის მომენტი, როდესაც ჩვენ შეიძლება ამ რაღაც საშინელებიდან გამოვიდეთ. ეს ადამიანები ყველა ვინც არიან შეკრებილები, ეს არის იმედით გაჟღენთილი ადამიანები არიან. იმედი არის იმ მოღვაწეობის მიმართ, რაც თეას აქვს, რაც გაუკეთებია მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში. ის თუ როგორ სიყვარულით, როგორი თავგანწირვით არის თავის ქვეყნის და როგორი პროფესიონალია მისი საქმის. აი ეს ყველა თვისება განაპირობებს იმას, რომ აი ამ ხელამ მხარდაჭერა აქვს და ყველას აქვს ძალიან დიდი იმედი და მთელ საქართველოს აქვს მისი იმედი. დღეს ჩვენ ქონდა ნაძალადევში კიკვიძის ბაღში ქართული ოცნების და ჩემი როგორც მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ბოლო ეტაპი, ბოლო შემაჯამებელი შეხვედრა რაიონის მასშტაბით. აქ მოვიდა რამდენიმე 1000 ადამიანი, ნაძალადეველები ყველა უბნიდან და კიდევ ერთხელ დავანახეთ მერაბ სამანდაშვილს და მის პარტიას ნაციონალურ მოძრაობას, რომ ნაძალადევის ვერც ერთ უბანზე არჩევნები ვერ გაყალბდება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ ძალიან ბევრი, რომ ყველანი მივდივართ ნაძალადევში ურნასთან და ყველანი ვაკეთებთ სწორ არჩევანს 41-ის სასარგებლოდ. ამ შეხვედრამ მოლოდის გადააჭარბა, იმიტომ რომ ადამიანები ყველანი ვიდექით 2 და მეტი საათი ფეხზე და უსმენდით ერთმანეთს იმ ენთუზიაზმით და მუხტით, რაც თანძდევს 1 ოქტომბრის მოახლოებას. 1 ოქტომბერს რომ წყდება ნაძალადევის ბედი და ქვეყნის ბედი, ეს ყველამ უკვე კარგად გაითავისა და ეს მე ძალიან დიდი იმედით მავსებს.